მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ახლა უკვე სტარტს იღებს შუადღის ფორმატი. დილით ძალიან საინტერესო გამოშვება გქონდა. საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, განათლებაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპონენტზე, ასევე ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე სამიტი, რომელსაც პულმანი მასპინძლობს და ფაქტიურად 6-ვე რეგულატორი იღებს მონაწილეობას აღნიშნულ სამიტში და უკვე ჩვენ ამ სამიტის რეზუმირებას მიმდინარე კვირის ბოლოს მოვახდენთ და ფაქტიურად ყველა რეგულატორთან ერთად ირაკლი ლექვინაძესთან, დავით ონოფრიშვილთან და ყველა სხვა რეგულატორთან, რომელიც იქნება წარმოდგენილი ამ სამიტზე, მათთან ერთად მიმოვიხილავთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპონენტებს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება დღეს საუბარი, ძალიან საინტერესო დიალოგი, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ბატონ გიორგი ქობულიას მინდა მივესალმო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი არის და ის დღევანდელ გამოშვებაში ჩვენთან ერთად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რაც ზოგადად მაკროეკონომიკური, ეკონომიკური თუ ბიზნეს მიმართულებებით არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან საინტერესო დიალოგის ფორმატში ვისაუბრებთ დღევანდელ შუადღის მონეტიზაციის ფორმატში. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა თქვენ დროისთვის. ბატონო გიორგი. მოწვევისთვის და მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. კი ბატონო, მოკლედ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო თემებზე გვექნება დღეს საუბარი და უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი იმ გამოწვევებით, რა გამოწვევების წინაშეც არის დღეს ჩვენი ქვეყანა. ბოლო პერიოდში ხა დაანონსდა საინტერესო საინვესტიციო პაკეტები, თუმცა მეორეს მხრივ არ წყდება, ესე ვთქვათ, საუბარი იზოლაციონიზმზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, იგივე დასავლეთთან მიმართებაში. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ მივიღეთ რა 6 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, გაცხადებული ინვესტიცია, თუმცა ეს პრაქტიკაში რამდენად იმუშავებს, ამას ვნახავთ ერთად, თუმცა როგორც ამბობენ 2026 წელს უკვე პირველი ტრანშები განხორციელდება MR ჯგუფის მხრიდან, Eagle Hills-ზე მაქვს საუბარი, რომელიც ფონიჭალასა და გონიოში გააკეთებს საინვესტიციო პროექტებს და ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ბიძგიც მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით. თუმცა დღეს არსებული სიტუაცია, ერთის მხრივ გვაქვს პოლიტიკური турბულენცია, მეორეს მხრივ გვაქვს ესეთი ფაქტორები, ხო, როდესაც ვსაუბრობთ MR-ის ინვესტიციაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა უკვე უნდა დაიწყოს და ბევრი სხვა პროექტი, რომელიც ანონსდება, ხო, ასე ვთქვათ. საბოლოო ჯამში მე მაინტერესებს რეალურად, თქვენ წყალიც მოვიდა, რეალურად მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი. სად მივყავართ და რამდენად არის ეს პარამეტრები დღეს დამაკმაყოფილებელი საბოლოო ჯამში? მადლობა კითხვისთვის, ძალიან ვრცელი და ფართო კითხვა. ალბათ ამაზე ჩვენ შეგვიძლია დიდი ხანი ვისაუბროთ. კი ბატონო. მაგრამ მე შევეცდები, რომ ჩემი მოსაზრებით გამოვყო ძირითადი ფაქტორები, რომელიც არის ყურადსაღები. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ საერთოდ ჩვენ ალბათ ყველას გვესმის, რომ საქართველოში ინვესტიციის, უცხოური ინვესტიციის მოზიდვა განსაკუთრებით დასავლეთიდან საკმაოდ მძიმე ამოცანაა ზოგადად. რატო? ნახეთ, ჩვენ არა ვართ დიდი ბაზარი. კი ბატონო. ანუ ჩვენ როგორც ბაზარი, როგორც ჩინეთში შედის, ან თქვა ინდოეთში შეიძლება შევიდეს ინვესტორი, ჩვენი ბაზრის გამო არ შემოვა. მეორე, ჩვენ რეალურად არა გვაქვს ძალიან მაღალ კვალიფიცირებული მუშახელი ჩვენ არ გვყავს. ეს არის საკითხი, რაზეც თქვენი ალბათ ბევრი რესპონდენტი საუბრობს, რადგან მე ვსაუბრობდი იმ დროს, როდესაც ვიყავი მთავრობაში, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამასთან ერთად ჩვენთან ახლა ხელფასები, მაგალითად, თურქეთთან შედარებით არ არის ბოლომდე კომპეტენტური. კონკურენტული უნარიანი. ანუ თურქეთში შეიძლება უფრო დაბალი ხელფასები იყოს მუშახელის ვიდრე ჩვენთან. ეს ყველაფერი თქვენ რომ აიღოთ ერთობლიობაში. რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ინვესტორის დაინტერესება ძალიან რთულია. ეხლა აი ამას ყველაფერს, რაც ობიექტური ფაქტორებია, ეხლა ჩვენ იმას ვერცად ვერ წავუღოთ, რომ მცირე ბაზარი ვარ, თქვა და ეხლა მუშახელის კვალიფიკაცია კიდევ გავზარდოთ, ამასაც დრო უნდა. ამას ყველაფერს ზევიდან ერთვება ეს გეოპოლიტიკური турბულენტობა, რომელიც ჩვენ დღეს მე ვთვლი, რომ ყველაზე უფრო გვიშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვაში. ეხლა აი ამ გეოპოლიტიკურ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ბრძანეთ, დიახ. ნახეთ, ბევრი ინვესტორი, ვისაც მე ვესაუბრები და მე ბოლო 1 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ, სრულიად, ანუ მე ადრე ვიყავი უცხოეთში, ბოლო 3 წელს ანუ ჩამოვიდოდი გავატარე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონში. კი ბატონო.
ეს ბოლო წლის განმავლობაში ერთ-ერთი საქმიანობა, რასაც მე ვეწევი, ეს არის უცხოელი ინვესტორების მოზიდვა საქართველოში. ანუ მე ველაპარაკები ბევრ ადამიანს დასავლეთიდან, მათ შორის და ვცდილობ მათ მოზიდვას. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ისინი ასახელებენ, არის გეოპოლიტიკური არასტაბილურობა. ნახეთ, ჩვენ რას ამბობენ ეს ინვესტორები და შეიძლება ეს რასაც მე ვიტყვი, ხა ცოტა სიახლე იყოს მაყურებლისთვის. ჩვენ რეალურად გვეუბნებიან ესეთ რამეს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ნეიტრალური სტატუსი. ამით იქნებით უფრო სტაბილური ჩვენ თვალში. თქვენ თუ გადაიხრებით ან დასავლეთისკენ, ან რომელიმე სხვა რუსეთისკენ ალიანსებში, ეს რა თქმა უნდა თქვენ სტაბილურობას უშლის ხელს. მაგალითად, გეუბნებიან თქვენ გიწერიათ თქვენს კონსტიტუციაში, რომ თქვენ უნდა გახდეთ ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით ყველამ და ხედავთ რა მოხდა უკრაინაში. ჩვენ ვიცით რომ ამას რუსეთი არ მიიღებს. ეხლა თქვენ მეუბნებით რომ მოდით და ჩადეთ საქართველოში საკმაოდ დიდი თანხები ინვესტიცია განახორციელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც ანაკლია და ესე შემდეგ და ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატიური შიშის ქვეშ, ანუ აი მოკლეს מחვილივით უნდა გვეკიდოს თავზე ის რომ იმიტომ რომ თქვენ გიწერიოთ რომ ნატოს წევრი უნდა გახდეთ რუსეთი ამას არ მიიღებს რომ თქვენ შეიძლება რუსეთი დაგესხას თავს როგორ უნდა განვახორციელოთ ესეთი ინვესტიცია თქვენ ერთ ჩაკითხვას გავაკეთებ ბატონო გიორგი ანუ ძირითადად რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორები აკეთებენ ამაზე ევროპელი ამერიკელიც ამერიკელი ინვესტორები საერთოდ ნაკლებად აინტერესებთ იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ცუდად ერკვევიან ჩვენ გეოგრაფიაში და სადავართ მაგრამ ევროპელებიც პრაგმატულად უყურებენ სიტუაციას ამიტომ ჩვენთვის ჩვენ რო შევქმნათ იდეალური საინვესტიციო კლიმატი ჩვენს ქვეყანაში ჩვენ უნდა შევეცადოთ დავაბალანსოთ და მოვიზიდოთ ინვესტიციები როგორც ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან და აგრეთვე ჩვენი სამეზობლოდან რუსეთის ჩათვლით. რუსეთის ფედერაციიდან და ეს ჩვენ მოგცემს საშუალებას შევქმნათ იდეალური პირობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. აი თქვენ ბრძანეთ რაღაც ანაკლიის პროექტზე სანამ დაიწყებოდა. აი ჩემთვის მაგალითად რა იდეალური ინვესტორების ჯგუფი, რომელიც განახორციელებდა ანაკლიის პროექტს. ეს არის 25% ჩინეთი, 25% ევროპელი ინვესტორი, 25 ამერიკელი და 25 რუსეთიდან. იმიტომ რომ ეს მოგცემდა ჩვენ აბსოლუტური უსაფრთხოების გარემოს ძალთა დაბალანსების პოლიტიკა. აბსოლუტურად, კი. და ეს არის სამწუხაროდ ის ფაქტი, რასაც ბევრი ხალხი ვერ ხვდება ან არ ხვდება. და აი ესეთი გარემოს შექმნას მოყვებოდა საკმაოდ მე ვთვლი რომ ძლავრი ინვესტიციების ნაკადი. და ესეთი გარემოს შესაქმნელად მაგალითად მე რომ ვიყავ მთავრობის წევრი და დღეს როგორც მე მაგალითად იგივე ანაკლიის პროექტი თუ გაკეთებადია ეს ანაკლიის პროექტი ზუსტად აი ესეთი სტრუქტურის ინვესტორთა ჯგუფს შევქმნიდი და ამისთვის შეიძლება კიდევაც ღირდეს გარანტიების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ მოხდა წინა პროექტის დროს. შეიძლება ღირდეს გარანტიების გაცემა, რომ აი ეს ინვესტორთა ჯგუფი შეიკრას ესეთი, რომელიც უნიკალურ პირობებს შექმნიდა საქართველოში. დღეს არსებული სიტუაცია ხარ, რადგანაც ანაკლიაზე გავაგრძელეთ საუბარი, ხო? და ჩვენ სხვა თემებსაც ცხადე და სხვა მემართულებებსაც მიმოვიხილავთ დეტალურად, მაგრამ დღეს გაცხადებულია, რომ ანაკლიის სპორტს განახორციელებს ჩინურ-სინგაპურული კომპანია და პლუს ამას მენეჯმენტში ძალიან მცირე ლოდზე შემოდის როგორც დაანონსდა ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციიდან, ეს იქნება ბელგიური კომპანია, რომელიც გაუწევს ასე ვთქვათ ოპერირებას გარკვეულ მონიტორინგს. დღეს არსებული სიტუაცია, რომ ანაკლიის სპორტი უნდა ააშენოს, თუმცა აქ ასევე ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად ჩვენი ერთ-ერთი პირველი ეთერი, სადაც ლევან დავითაშვილმა განმარტა ზუსტად რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქნება მაჟორიტარი. მას ექნება საკონტროლო პაკეტი და ვინც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე, მას ექნება მინორიტარული კლასიფიკაცია საბოლოო ჯამში. ეს მოდელი რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის და რამდენად ქმნის იმ გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ნორმატივს, რაც თქვენ ახსენეთ და ძალიან საინტერესო პასაჟია სხვათა შორის მინდა თქვა და რაღაც ნაწილში დაგეთანხმოთ კიდეც, იმიტომ რომ რეალურად რეალურად ჩვენ რთულ გეოპოლიტიკაში ვცხოვრობთ და ძალიან რთულია რომ კონტრარგუმენტი, ეხლა შეიძლება ბევრს არ მოეწონა თქვენს მიერ ნათქვამი პასაჟი და დარწმუნებული ვარ ესეც იქნება, თუმცა დემოკრატიული საზოგადოება ვართ და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ არსებობს რაღაცეები, სადაც თავს ზემოთ ძალა არ არის. სამწუხაროდ. აბსოლუტურად. და ჩვენ ზუსტად თქვენ როგორც ვთქვით, თავს ზემოთ ძალა არ არის და ჩვენ
უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. აი ნახეთ, ჩვენ სულ საუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დიახ. სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ სამწუხაროდ, აი ბევრ ქვეყანას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს, მაგალითად აზერბაიჯანს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან. ეთნიკურად დაახლოებული ხალხია. ხა თქვა ისრაელს ყავს ძალიან დიდი ძალიან წარმომადგენლობა შეერთებულ შტატებში. უდიდესი დიასპორა. ჩვენ არ გვაქვს არც ერთ ქვეყანაში არც დიასპორა გვაქვს, არაფერი. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ჩვენ ესე ვთქვათ, აი პატრონს რო ვეძებთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის ქოლგის ქვეშ. ჩვენ ამ პატრონის ძებნა უნდა დავამთავროთ. ჩვენ არ გვყავს ესეთი ჩვენი თავის პატრონები უნდა ვიყოთ. და ჩვენი თავის პატრონები რო ვიყოთ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ აი ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია ის უმურთულეს რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ. ეხლა ჩვენ აქ ვართ და ვერ ჩვენ წავალთ ეხლა აქედან და ვერც ის ხალხი წავა, ვინც ჩვენს ირგვლივ არის. და ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ რაღაცნაირად. და აი ეს დაბალანსების მექანიზმი ზუსტად ის არის, რაც მე მოვყევი. და ვისაც თქვათ, ვის მაგას ამას არ ეთანხმება, კი ბატონო, მაშინ შემოგთავაზონ ალტერნატიული გეგმა. რა არის ამის ალტერნატიული გეგმა? მე ალტერნატიულ გეგმას ვერ ვხედავ. და რაც შეეხება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შეიძლება იყოს მაჟორიტარი, მაგაში პრობლემა არ არის, მაგრამ ამავე დროს ეს არ ქმნის აი იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც შექმნიდა აი ესეთი კონსორციუმი ინვესტორების, რაც მე ვთქვი, დაბალანსებული გეოპოლიტიკურად. კი, ნუ ამერიკიდან ჩინეთი კი ბატონო. დიახ, ესე იგი, რატო? ნახეთ, ჩინელები ჩვენ გვჭირდება აგრეთვე იმაში, რომ ძირითადად არა, მაგრამ დიდწილად მათ ტვირთებზეც არის საუბარი. შეიძლება ჩვენ ახლა გასაგებია, რუსეთიც გვჭირდება იმაში, რომ გეოპოლიტიკურად დაბალანსდეს. ამერიკა გვჭირდება ზუსტად გეოპოლიტიკური დაბალანსებისთვის რუსეთის თვალსაზრისითაც და ევროპა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ პროექტსაც, ნახეთ, აგრეთვე რუსეთი რატო თამაშობს ამაში როლს. თუ რუსეთში ეხლა სიტუაცია დაბალანსდა და განიმუხტა უკრაინასთან დაკავშირებით ზეწოლა რუსეთზე, რაც აგრეთვე, რაც ალბათ საკმაოდ მოსალოდნელია იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. და რაც მოხდა რეალურად. რაც მოხდა და თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ის ტვირთები, რომლებიც მიდიოდა რუსეთის გავლით, იგივე ცენტრალური აზიიდან, ყაზახეთიდან და ჩინეთიდან, ზოგადად ცენტრალური აზიიდან, ის ტვირთები ისევ გადამისამართება რუსეთზე. და ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, აი ამ სიტუაციის გამო ჩვენ კონკურენტუნარიანობას, რაც ახლა შევიძინეთ ამ სიტუაციის გამო, ამას ჩვენ დავკარგავთ. ამიტომ ეს ტვირთები, რაც ახლა დიდი რაოდენობით წამოვიდა, ეს ტვირთები ისევ გადავა რუსეთზე. ეს ტვირთები თუ გადავიდა რუსეთზე, სამწუხაროდ ჩვენი პორტები კონკურენციას ვერ უწევს რუსეთის გზას ამ ტვირთების გადაზიდვის. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, ცენტრალური აზია რო ავიღოთ როგორც წერტილი, სადაც ტვირთები მოდის, გინდა ჩინური იყოს და გინდა აზიური. ყაზახეთიდან იტვირთება მატარებელზე და მატარებლით პირდაპირ შედის ევროპაში. ევროპაში შედის პირდაპირ, რა თქმა უნდა. პირდაპირ, ეხლა აქედან უნდა თქვენ წამოიღოთ ეს, ეხლა მე მგონი ბიზნესის გაგებას არ არის საჭირო, რომ მიხვდეთ, რომ ის უფრო მომგებიანი არის, ვიდრე ეხლა ის თვით შენ დატვირთო მატარებელზე ყაზახეთში, მოიტანო კასპიის ზღვაზე, დატვირთო გემზე, კასპიის ზღვა გადმოცურო, გადმოტვირთო ისე მატარებელზე, მოიტანო შავ ზღვაზე, დატვირთო გემზე, მერე გადაცურო შავი ზღვა და ისევ დატვირთო მატარებელზე. გიორგი, სამწუხაროდ, აი გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იმის ფუფუნებაც არ გვაქვს, აი შალი ტვირთების ნაწილსაც რო დაუბრუნდეთ, იმის ფუფუნებაც არ გვაქვს. არ გვაქვს სუპერ ინფრასტრუქტურა. ფაქტიურად არ მინდა რომ ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ახლა პირდაპირ ყველაფერს რო დავარქვათ დავის სახელი. ხა დღეს რკინიგზა სულ ამას ვიძახი, რომ არ არის მარტო შტადლერის მატარებელი, რკინიგზა დღეს გაცილებით სხვა რაღაცაა, ინფრასტრუქტურაში ჩვენ მოვიკოჭლებთ. საჰაერო გადაზიდვების ნაწილში ჩვენ მოვიკოჭლებთ. სამწუხაროდ, ფოთმა, ყულევმა, ბათუმმა ამოწურა თავი. მე ხშირად მესმოდა, რომ იგივე ფოთის პორტის გაფართოების საკითხი, ხო, როდის? ესეც აგვიანებს სამწუხაროდ დროში. ანუ ჩვენ და სატარიფო პოლიტიკა რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ ელემენტარულად ირანის დერეფანსაც ვერ ვუწევთ კონკურენციას, იმიტომ რომ ირანში ყველა აღიარებს, რომ ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, მაგრამ დიდი ბოდიში სატარიფო პოლიტიკა პირდაპირ კორელაციაშია მათ შორის ამორტიზებულ ინფრასტრუქტურასთან და ჩვენთან სამწუხაროდ სატარიფო პოლიტიკა ცოტა არ იყოს გაზრდილია იმ ინფრასტრუქტურულ კომპონენტებთან შედარებით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. განმუხტავდა თუ არა ამ ყველაფერს ანაკლიის პორტი, მე ცოტა სკეპტიკოსების კატეგორიას განვეკუთვნები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩინეთსა და ცენტრალურ აზიაში არ გენერირდება იმ რაოდენობის მშრალი ტვირთი, რომ ჩვენ ელემენტარულად ეს ტეუებით დავასაწყობოთ.
ანაგლის სპორტში და შემდეგ მოვახდინოთ მისი რელოკაცია და გატანა ევროპაში. ეს ჩემპიონატი პოზიციაა, ამიტომაც მე არ მინდა საზოგადოებას ეს ყველაფერი თავს მოვახვიო, მაგრამ აბსოლუტურად მოყვებით იმ მსჯელობაში, რომ თუ დაალაგდა რუსეთთან ურთიერთობები საბოლოო ჯამში, ჩვენ ისევ და ისევ დავკარგავთ აი ამ გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას და ერთი კომპონენტი მინდა თქვენ ნებართვით დავამატო კიდევ, კაცმა არ იცის როგორ დაალაგდება მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული სიტუაცია და ზანგეზურის დერეფანი თუ ამ შემთხვევაში გაიხსნა და პირდაპირი გასავალი აზერბაიჯანს მიენიჭა თურქეთთან, ეს კიდევ დაგვაკარგინებს ჩვენ გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას. ამიტომაც მე მგონია რომ მოცდის სანდრიგრძელოების და რევენანსების დრო ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ დღეს და გაცილებით უფრო ხისტები უნდა ვიყოთ მოქმედებაში. ეს ჩემი მოკრძალებული ჩანართია უბრალოდ ჩვენი საუბარში. მე ერთი ნიუანსი მინდა შემოვიტანო კიდე თქვენ ნებართვით. მე მგონია რომ პრობლემები ცოტა ჩვენ თავშიც უნდა ვეძებოთ ხოლმე. გასაგებია რომ რუსეთის ბაზარზე კონცენტრაცია საკმაოდ მაღალი იყო ყოველთვის ბოლო 32 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის ბაზართან მიმართებაში, მაგრამ 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ DCFTA-ს მოვაწერეთ ხელი. მე ვსავკითხვას რა გავაკეთეთ ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის? 2017 წელს მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას ნულოვანი დაბეგვრის წესით გაუშვით ქართული პროდუქცია ჩინეთში. ძალიან მცირე რაოდენობით. 0.2% არის საშუალო ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. ან ჩინეთის მიმართულებით რა გავაკეთეთ? ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ლაპარაკის მეტია, ხო? ანუ რა გავაკეთეთ თუნდაც, გასაგებია იქ ტრამპის ადმინისტრაცია თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს ზღუდავს, მაგრამ თავის დროზე რა გავაკეთეთ? ხო, ანუ რეალურად საკუთარ თავშიც რო ჩავიხედოთ და ეს ალბათ ჩემ პრობლემაც არის, ხო? როგორც მედიის წარმომადგენლის. არაფერი ბაზრების დივერსიფიცირებისთვის არ გავუკეთებია. ამიტომაც ეხლა ჩემი აზრით ძებნა სტრატეგიული პარტნიორის ისედაც შეუძლებელია ამ მოცემულობამ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხლა მარცვალს დავთესავთ, ეს მარცვალი შედეგს ცოტა გვიან მოიმკის სამწუხაროდ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე ამაზე შემიძლია რომ კომენტარი გავაკეთო ეხლა. რაც შეეხება ჩვენ აი საექსპორტო საქმიანობას არა საქართველოში. და ყოველთვის არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ჩვენ რუსეთი არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ძალიან დიდწილად. სხვათა შორის რუსეთთან და ჩვენ თურქეთთან ძალიან დიდი ვაჭრობა გვაქვს და მაგრამ აი რუსეთი არის და რატომ არ აი ღვინოზეა ლაპარაკი, რატომ გაგვაქვს ღვინო რუსეთში? და არ გვაქვს მაგალითად იგივე ევროპაში, იმდენიან ჩინეთში. კი გვაქვს, მაგრამ ცოტა. საქმე იმაში არის, რომ ეს ევროპული ბაზარი და იგივე ჩინური ბაზარი, ევროპული ბაზარი არის საოცრად კონკურენტული. ანუ იმ ბაზარზე შესვლას და რაღაცის გაყიდვას სჭირდება საკმაოდ ძლიერი იგივე მარკეტინგული ბიუჯეტები, იგივე ინფრასტრუქტურის შექმნა იგივე ადგილზე. ჩვენ პრინციპში კონკურენციაში ვარ და ღვინო რო ავიღოთ უდიდეს წარმოებებთან. ზოგიერთი წარმოებელი, რომელსაც კონკურენციას უწევთ, მთელი საქართველოს ღვინის წარმოებაზე მეც აწარმოებს. ეხლა წარმოიდგინე ეხლა იმ წარმოებას რამდენი ფული დახარჯვა შეუძლია იგივე ინფრასტრუქტურის შექმნაში, მაღაზიებში რო დავლაგდეს ეს საქონელი, მარკეტინგი რო იყოს ეს საქონელი ცნობადი მომხმარებლის მიერ. ჩვენ ამას ვერ ვწდებით უბრალოდ ჩვენი ესე თქვა ზომიდან გამომდინარე და რუსეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი, იმიტომ რომ ამ რუსეთის ბაზარზე ჩვენ 200 წელია იქ ვიყავით. ანუ ის ხალხი ჩვენ გვიცნობს. ის ხალხი ჩვენთვის ჩვენი ღვინო, ჩვენი პროდუქტი, ის არის ცნობადი, ეს ცნობადობა იზრდებოდა ათეულობით წლების განმავლობაში. ეს არის ძირითადი, იმიტომაც არის ხა ექსპორტს რო შევხედოთ ღვინის გარდა ტურიზმის ექსპორტია არა სერვისის. იმიტომაც არის ყოველი მესამე ადამიანი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი, იმიტომ რომ ცნობადები ვართ იქ, ჩვენ გვიცნობენ და ახლოს არიან. ამიტომ ეს რაც ხდება, ეს არ ხდება იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ მთავრობას აი ღვინოს გაყიდვა არ უნდა გერმანიაში ან ინგლისში და რაღაც ხელშუშლის ჩვენ წარმოებებს არ უნდა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა და მე როცა ვიყავ მთავრობაში, ყველას გვინდოდა რომ გაგვეყიდა მეტი ევროპაში, რომ დივერსიფიკაცია მოხდარიყო, მაგრამ ძალიან რთული იყო. ანუ არ იყიდება. ანუ ეს ისე არ არის როგორც ზოგიერთი წარმოაჩენს. აი, თქვენ დავესესხები გოჩა ჩხაიძესთან მქონდა შაბათს ინტერვიუ ასკანელების დამფუძნებელთან და მან თქვა ესეთი რაღაც რომ ანუ ევროპაში უბრალოდ დახლების მოპოვებაც ძალიან რთულია. ძალიან რა თქმა უნდა და ეს არ არის ისე როგორც ზოგი წარმოაჩენს, შეიძლება ზოგს უბრალოდ უნდა რომ ესე წარმოაჩინოს, რომ აი ჩვენ აი ღვინო გვაქვს და
გვეხვეწებიან გერმანელები, რომ ეს უნდა ჩვენ გამოგიგზავნოთ, ჩვენ უნდა არა, ესე რუსეთში უნდა გავაგზავნოთ. ხო, ესეთი რამე ხო არ არის. რა თქმა უნდა, ნეტა ვიღოთ თხოვოს და ჩვენ გავაგზავნით, რა თქმა უნდა, გერმანიაში და რუსეთში ნაკლებს გავაგზავნოთ და ჩვენთვის არის უფრო მოსაგები, რომ მომგებიანი რომ დივერსიფიცირებული იქნებოდა, ნაკლები რისკი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოცემულობაა ესეთი. მოცემულობა არის ესეთი და ჩვენ ამას ვერსად ვერ წავუვართ. ხო, ნუ უნდა ვიმუშაოთ ამაზე და ამას შეიძლება მუშაობა, ამას შეიძლება წლები ამის პოპულარიზაცია ჩვენი საქონლის ევროპაში, იმიტომ რომ ისე და ისე ვაბურო ჩვენი საქონლის საქართველოს როგორც ბრენდი პოპულარიზაცია ხდებოდა რუსეთის სფეროში 100 წელი, ალბათ, მეტიც ალბათ რა. სხვათა შორის აი სასოფლო სამეურნეო ნორმატივებიც რო ავიღოთ, ეხლა ჩვენთან სოფლის მეურნეობის წილი GDP-ში 9%-ზე მეტი არის და შესაბამისად ეხლა სასოფლო სამეურნეო კულტურების ექსპორტზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ერთი რაც შემილია ძალიან ესეთი მტკივნეულ თემას შევეხო, არის ხორცს პროდუქტები და რძის პროდუქტები. მაგალითად, ელემენტარული აი ფიტოსანიტარიული დასკვნა ვერ მივიღეთ ამდენი წელი ევროპისგან. ეს არ ვიცი ხა ვისი ბრალია, განტევების ვაც ნამდვილად არ ვეძებთ, მაგრამ ელემენტარულად თუ ჩვენ ვიღებთ გეს, შეიძლებოდა რომ ეს ფიტოსანიტარული დასკვნა მაინც ყოფილიყო, იმიტომ რომ არიან ქართველი მეწარმეები, მადლობა ღმერთს, შეიძლება ბევრნი არა, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველანაირ სტანდარტს და მოთხოვნას და ეხა იმათ რატო უნდა ჩაეკეთოთ კარი რეალურად და რატო ვერ უნდა გაიტანონ თავიანთი რძის პროდუქტები ან ღვინის პროდუქტები, თუნდაც იგივე ღვინო არა გაცრავად, ხორცის პროდუქტები, ღვინოს ეს ყველაზე ნაკლებად ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აქაც ცოტა მეტი არის ალბათ ჩვენი მხრიდანაც სამუშაო და უფრო მეტი ლოიალობას არის საჭირო პირდაპირ ვთქვათ ევროპის მხრიდანაც, იმიტომ რომ ვიცით ეხა ბიუროკრატია ჭარბობს, მაგრამ როცა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ეხა რაღაცები ცოტა უნდა გადავდოთ ხოლმე რა, იმიტომ რომ მართლა 2014 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური მიმართულებით მე პოლიტიკურ სიღრმეებში ვერ შევალ, კომპეტენცია არ მაქვს სათანადო, მაგრამ ეკონომიკურ და ბიზნეს ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მხარემ ბიზნესური მიმართულებით ძალიან ბევრი კრიტერიუმი დააკმაყოფილა ბიზნეს და ეკონომიკური მიმართულებებით. ბატონო გიორგი, ეხა ძალიან ბევრ თემას შევეხეთ გადაცემის პირველ ბლოკში და ბევრიც დაგვჭა და ცხადია სასაუბრო და ფაქტიურად აი საუბრობთ იმ ნიადაგზე და ნედლეულზე, რის საფუძველზეც ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველები, ხო? იგივე ნებისმიერი ტრაექტორიდან წამოსული ინვესტიციისთვის. თქვენ ახსენეთ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც განსაკუთრებით ფაქიზად უყურებენ ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და მათ შორის ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას და მე რამდენიმე მიმართულება მინდა წამოვწიო წინარე პლანზე. პირველი ეს არის სასამართლო რეფორმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი ინვესტორებისთვის უპირველეს ყოვლისა და ბრიტანელებისთვისაც რა თქმა უნდა და მათ შორის კაპიტალის დაზღვევის პრეფერენციები საბოლოო ჯამში და მათ შორის სამთავრობო ლებაც, რომ აი ცალკეული პროექტები განხორციელდეს. ეხლა მაგალითად აი მე ვიხსენებ, მე წლების განმავლობაში მომიწია საპარტნიორო ფონდში მაგალითად მოღვაწეობა და აი როდესაც ჩინეთში ვიყავით მაგალითად ქართულ პროდუქციას უკეთებდით რაღაც პრეზენტაციებს ცალკეული მიმართულებით 2017 წელს მე აი მაშინ რატომაც აი ჩინური მხარე 2017 წელს მე აღარ გახდა საინტერესო მე ისევ დაბრუნდა ჩინეთის თემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ამით რის თქმა მინდა, შეიძლება ცოტა უტრირებული უხეში მაგალითია, მაგრამ რეალურად ამით იმის თქმა მინდა, რომ ანუ რეალურად მთავრობების ცვლილებას ალბათ არ უნდა ეწირებოდეს კარგი გაგებით ქვეყნის ტრაექტორია საბოლოო ჯამში და თუ ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩინეთთან გვინდა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პირობითად რომელიმე მინისტრი შეიცვალა, არ უნდა იცვლებოდეს სტრატეგია. ანალოგიური შემიძლია ვთქვა სასამართლო რეფორმის პრიზმაზე, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ბიზნეს დავები ჩვენს ქვეყანაში არის დღეს ნომერ პირველი გამოწვევა, მათი ვადიანობა, ხანდაზმულობა, არბიტრაჟის ცოტა არ იყოს მოუქნელობა, შედარებით გამართული მედიაცია, მაგრამ არ არის საკმარისი ეს ყველაფერი და ძალიან ფაქიზად უყურებს ამერიკელი ინვესტორი ამას საბოლოო ჯამში. თან მით უმეტეს იმ რეალობაში, რომ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენ ახლა ვერასდროს ვერ ავარწყობთ Lamborghini-ს ან Toyota-ს საქართველოში. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის service based ეკონომიკა. რაც ამ მიმართულებების ამოქოქვით შეგვიძლია ამოქოქოთ. აი როგორ უყურებთ ამ ნედლეულის და ნიადაგის ფორმირების საკითხს საბოლოო ჯამში? ანუ გეოპოლიტიკა ჩვენ განვიხილავთ, რაც აგრეთვე დიდი ნიადაგის ძირითადი კომპონენტია. თქვენ ახლა მეკითხებით უფრო ალბათ აი სასამართლო რეფორმის კუთხით, რომ ეკოსისტემის ნაწილს რო გავყვეთ. დიახ, სასამართლო ეკოსისტემის ნაწილს. კი ბატონო, ხო. ნახეთ, ახლა რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობა როგორც ესეთი საქართველოში ჯერ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მაგრამ ჩვენ არც ის უნდა დაუკარგოთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რეალურად ქვეყანა შეიქმნა. ესეთი ქვეყანა როგორც საქართველო, რაც ჩვენ გავიარეთ 30 წელიწადი, არ უნდა დაუკარგოთ ეს ჩვენ თავს, რომ ძალიან დიდი პროგრესია. ჩვენთან მოხდა უზარმაზარი პროგრესი, როგორც ინსტიტუციონალური მშენებლობის თვალსაზრისით,
და მე გეტყვით უფრო მეცეს რომ ყველა მთავრობამ რაღაცა წვლილი შეიტანა ამაში. აი რას იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მერე. რაღაც კი ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ბევრმა. იგივე შემიძლია ჩამოყვა და ყველა წვლილი აღუნიშნო, რასაც მე ვფიქრობ, მაგრამ ალბათ შემდეგ ჯერზე დიდი დროს აგვართოს, მაგრამ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ მივახციეთ ისეთ მდგომარეობას, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს მთლიანი და პროდუქტი საკმაოდ მაღალ დონეზე შედარებით ბევრ სხვა ღარიბ ქვეყანასთან, ჩვენ უღარიბესი ქვეყანა. ჩვენ ახლა დღევანდელი გადმოსახედები რო ნახოთ, სადაც $8,000-მდე არის მე მგონია შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე, რა საკმაოდ $6,500 არის ახლა. $6,500 არის ახლა. კი ბატონო. ხო, ალბათ წინაწლის მონაცემები. კი ბატონო. დოლარის კურსიც არის დამოკიდებული. და ამიტომ ჩვენ იგივე ინსტიტუტების შენებლობას რო შევხედოთ, რა, იგივე ჩვენთან ბიზნესის მაგალითად აი რეგისტრაციის, საგადასახადო კუთხით ბიზნესის გამარტივების თვალსაზრისით ჩვენთან დამეთანხმება ბევრი ბიზნესმენი, რომ ძალიან კარგი პირობები არის შექმნილი. კი. და ეს არ არის დასაკარგი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჩება ძალიან ბევრი გასაკეთებელი ინსტიტუციონალური ჩარჩოს შესაქმნელად. რა, იგივე ჩარჩოს კი არა, სისტემის ხერხემლის, როგორც თქვენ თქვით, შესაქმნელად. რო ავიღოთ ახლა სასამართლო სისტემა. მე მგონი არავინ არ კამათობს იმაზე, რომ ბევრი რამე გო გასაკეთებელი, რომ ეს სისტემა გამოსწორდეს. ამავე დროს სასამართლო სისტემას მე მგონია, აი, როდესაც ხდება გამოკითხვები და კვლევები, რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. სასამართლო სისტემაზე ბევრი არ აყენებს პირველ ადგილზე ბიზნესის თვალსაზრისით. კი, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ დიდი ვადებია, არის პრობლემები არბიტრაჟთან დაკავშირებით, გასასწორებელი არის ეს შემდეგ. მაგრამ დღესდღეობით არის თუ არა ეს ნომერ პირველი პრობლემა ბიზნესისთვის, აქ ინვესტორისთვის გარედან, მე ვიტყოდი რომ ალბათ არა. არ არის, მაგრამ ნიშნავს რომ ეს იმას რომ ეს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა არა, ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს არ არის ნომერ პირველი პრობლემა. რა თქვენ რო გითხოთ თქვენ რესპონდენტ ბიზნესმენებს, აი დადიან სასამართლოში დღესდღეობით არის თუ არა ფაქტები ბევრი იმისი, რომ აი თქვა არასამართლიანად გადაწყდა რაღაცა დავა. არ არის ძალიან ბევრი ესეთი ფაქტი. ბევრი ფაქტი არ არის. კი ბატონო, ბიზნეს დავებში თუ გავყვებით რეალურად, ანუ სიჭარბე ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი თავი პრობლემა არის ვადიანობა. ისე და ისე, რომელიც მე გადის ბიზნესის ნერვებზე, გადის იგივე ბიუჯეტზე და ყველაფერზე ერთად საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ქვეყანაში მე რაზეც კონცენტრირდი საბოლოო ჯამში არის ვადიანობა, საკმაოდ გაწელი და იგივე არბიტრაჟის თემა, ხო? და მთავარი თემა კიდე ერთი საკითხი, აი მოსამართლეების რაოდენობა არა გვაქვს დიდი, ბევრი და ისეთი მოსამართლეების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნეს პრეფერენციებში გარკვევა, კიდე უფრო მცირეა საბოლოო ჯამში და ეს ფაქტორები აყალიბებს მე კუპაჟის სახით იმ გამოწვევებს, რაც წინაშეც ბიზნესში დგას. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ესეა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე მეტი. ისედაც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის მდგომარეობა, საიდან გამოვედით ჩვენ და მესმის. ჩვენ ეს ბიზნესის სასამართლო არის ურთულესი საკითხი და მოსამართლეების მოძიება ბიზნეს სასამართლოსთვის უჭირს ისეთ ქვეყნებს, როგორც ინგლისია მაგალითად. რა და ეხლა ჩვენ რო გაგვიჭირდება ეს მე მგონი არ უნდა იყოს გასაკუთრებით ბიზნეს სასამართლო ყველაზე რთული სასამართლო არის არბიტრაჟიც. ანუ კრიმინალური სასამართლო ნაკლებად რთულია, იმიტომ რომ იმაში გარკვევა ეხა კრიმინალის სასამართლო აქ ძალიან რთული არის რა, ეხა და ამიტომ ჩვენ რაღაცა ხო ობიექტური მოლოდინები უნდა გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება აქ მოხდეს, მაგრამ მე მინდა ალბათ აი ამ კითხვაზე პასუხად მაინც გავაკეთო კონცენტრაცია ერთ მთავარ ზოგად საკითხზე, რომელიც ჩვენ გვიშლის ხელს უფრო სწრაფ განვითარებაში. ეს არის უფრო მეტად სახელმწიფო მანქანა დავარქვათ ამას, სახელმწიფო მანქანის ეფექტურობა. რას ნიშნავს ახლა ეს? აი სახელმწიფო რაშიც არის ჩარეული, აი ის პროექტები, რომელიც იყოს შეიძლება ნებართვითი განხრით, ინფრასტრუქტურული განხრით, ბევრად შეიძლება უფრო ეფექტურად და სწრაფად განხორციელდეს. რას ვაპარაკობ ნებართვის თვალსაზრისით? სასწაულად გაწერილი არის ვადები ნებართვების გაცემის. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ლიცენზიების გაცემის. სასწაულად არის არ იგრძნობა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არის მონდომება, ენთუზიაზმი და ინიციატივა, იმის რომ აი მოდი ეს გავაკეთოთ, აი ამ ნებართვებზე დავაწესოთ. მე როდესაც სამინისტროში ვიყავი, მე ერთ-ერთი
ერთ-ერთი ჩემი იდეა იყო და ბევრს აქეთ გაკეთებული ჩემი იდეა ეს არ არის რომ რეგლამენტი დაგვეწესებინა მინიმალურ დროზე ნებართვის გაცემის მაქსიმალურ დროზე ნებართვის გაცემის ანუ თუ ნებართვა არ არის გაცემული აი ამ დროში გაცემულად უნდა ჩაითვალოს კი ბატონო ხო აი ესეთი სხვადასხვა ეს კი ბატონო აი ესეთი რა ესე იგი ნებართვების გაცემა შემდეგი მომენტი რა არის რომ ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეს პროექტები არ დაუკარგოთ ბევრი განხორციელდა მაგრამ მე ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და აი რაც გულისხმობთ კონკრეტულად ბატონო გიორგი აი მაგალითად მე გეტყვით რა და შეიძლება ცოტა სარკასტულად შეხედოს ვიღაცამ ამას მაგრამ ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა თუ ტურისტი ჩამოდის ჩვენთან როგორც მაგალითს ვამბობ ჩემ დროსაც მე ვერ გადავლახე საკითხი რომ გაგვეკეთებინა სველი წერტილები ტურისტულ ცენტრებში ანუ ბოდიში და ტურისტი ჩამოდის და ტუალეტი არ არის. გუშინ ველაპარაკებოდი ზუსტად ერთ-ერთ ადამიანს და თქვა რომ კახეთში დავდივართო ჩვენ იქ ნუ კახეთში გომბორით გადავდივართო და სანამ მანქანაში ჩავჯდები წყალს არ სვავ. იმიტომ რომ არ არის ტუალეტი. ხო, გადასასვლელი გვიწევს საუბარი, მაგრამ ხო არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ზუსტად იმისი მაჩვენებელი, როგორ ხდება ყველაფერი დანარჩენი. ეხლა რატო არ არის ეხლა მე გადავოლდი იმაზე რატო ხდება ძალიან ესე იგი არ არის სველი წერტილი ესე იგი რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხანი ამის გაკეთება მე გეტყვით რატომ შეიძლება ეს ცოტა სული მოსასმენი იყოს თავრობის მაგრამ ის იმიტომ კი არა მაგათ ეს ეხება ტურიზმის ადმინისტრაციას კი ბატონო ეკონომიკის სამინისტრო მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო მაგას ვერ გააკეთებს თვითონ შეიძლება ის ადამიანი ვინც ეს ეხება ძალიან მონდომებულიც არის იმიტომ რომ ამაში უნდა იყოს ჩართული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იმიტომ რომ მათ უნდა შეასრულონ რაღაცა სამუშაოები, იქ უნდა იყოს ჩართული რეგიონალური სტრუქტურა, მუნიციპალური სტრუქტურები და ეს შემდეგ ამაში უნდა იყოს ჩართული ფინანსთა სამინისტრო, შეიძლება რაღაც ბიუჯეტირება მოხდეს ამის, ამაში უნდა ჩართული იყოს ჩვენი რაღაც განსაზღვრული სუსის წარმომადგენლები, რომ ნახოთ იქ რაღაც დივერსიები არ მოხდეს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრს არ აწყობს, რომ რაღაცები გაკეთდეს და ეს შემდეგ მე გეუბნებით ამ საკითხზე უწყებათა შორისი ჯგუფის შექმნას კი მინდოდა. აი ხო გაგეცინებათ რა. მაგრამ ვერ გადავლახე, იმიტომ რომ აი არ არის აი ბევრი უსმენს და ინიციატივა ძალიან მაგარია თქვენი მხრიდან, მაგრამ აი რეალურად აი მართლა ცოტა სარკასტულად არ მინდა რომ გამომივიდეს ბატონო გიორგი, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ანუ ინიციატივა ამასთან დაკავშირებით რომ ჟღერდება მაგარია, მაგრამ ეხა ბევრი გვისმენს და ამდენი უწყების ჩართულობა თუ ჭირდება ქვეყანაში ტუალეტის დადგმას ხო, მაგრამ მრავალ ინვესტიციან პროექტებზე, მრავალ მილიარდიან პროექტებზე რაღა უნდა ვთქვათ, ხო? როცა შეგვიძლია ეს სმარტ რეგლამენტი გავაკეთოთ და ამდენი უწყება აღარ იყოს ჩართული და ერთი აი პირობითად თავრობის ადმინისტრაციის ნება იყოს, რომ მაგალითად გომბორზე დადგეს სველი წერტილები. სიტყვაზე. ან აიღონ და დადგან თავის ხარჯით ბოლო-ბოლო. არა ჩვენ იქნებ იმას დავადგმევინოთ, იქნება ბენზინ გასამართეს ადგურები იმადა. ნუ კარგი და აიღე და დადგით თქვენ და დადგით და დახარჯეთ ამაში, გულ ამაზე უკეთესი რაში დახარჯეთ. ანუ მაგალითად ეხა გუდაურში დავდივარ და ეხლა ჩამოვედი და გუდაურში პრაქტიკულად სეზონი წელს მოკვდა. იმდენი ადამიანი ჩადო ფული სასტუმროებში, წარმოიდგინეთ, იმდენი სასტუმრო აშენეს. ეხლა იმის გუდაურის საერთოდ განვითარება ეგ ცალკე საკითხია და ეგ ცალკე შეიძლება იყოს, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ როგორც მაგალითი, ამდენი თანხებით ჩაიდო და პრაქტიკულად სეზონი მოკლეს წელს. ანუ თოვლი არ იყო. იმიტომ რომ ვერ მოაბეს თავი რომ გაეკეთებინათ ეს გათოვლიანების სისტემა. ეხლა თქვენ მკითხოთ რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი ამას სამწუხაროდ ჭირდება უფრო მძლავრი ღერძი თავიდან ბოლომდე მართლობის სახელმწიფო სტრუქტურაში. და როდესაც ჩვენ მაგალითად დღეს ეკონომიკის მინისტრი ან მაგალითად სუსის ხელმძღვანელია შესაძლოა მინისტრი პირდაპირ ბოლომდე არ აქვემდებარება პრემიერ-მინისტრს, იმ პრემიერ-მინისტრს რომც უნდოდეს რაღაცის გაკეთება ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ყველას თავის პრიორიტეტი აქვს და აი ახლა გათოვლიანება და მე მეტი საქმე არ აქვს ეს. აი ესეთი სიტუაციაა, თუ ხვდებით რას ვამბობ რა. და ჩვენ გვჭირდება ღერძი. და მაგალითად იგივე თუ ბატონი ბიძინა არის პრემიერ-მინისტრი, მაშინ ის უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და მაგან უნდა დააწესოს ყველაფერი და უნდა იყოს იქ და უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი რაც ხდება. ანუ ცენტრალიზებული მართლობაა საჭირო რა თქმა უნდა. როდესაც აბა პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას რომ უნდა გააკეთეს ეს გათოვლიანება. რატო არ გააკეთა? და ვიღაცამ არ გააკეთა და იმას არ აქვს, იმას ინფრასტრუქტურის მინისტრს არ აქვს კონტროლი ბოლომდე. იმიტომ რომ იმას შეიძლება წავიდეს და
თქვას რომ არა გავაკეთებ. აი ეს არის, ეს ცენტრალიზებული. ჯამში იკარგება ინიციატივები და ინიციატივა იკარგება, რა თქმა უნდა, ეხლა თქვენით ვინც ხალხი მუშაობს, ის ფიქრობს, ეხლა მე რაზე გამოვიდო თავი. მე რატო გავაკეთო ეხლა ეს რა მე რა ახლა როდესაც ზევიდან არ არის რა ესეთი მძლავრი პოლიტიკური ნება ვერ ხედავთ. აბა ეხლა თქვას პრემიერ-მინისტრმა რომ აი ეს უნდა გაკეთდეს, აბა ერთი ვინმე არ გააკეთოს. უცებ გაკეთდებოდა ის გართულიერების სისტემაზე, ეგ ერთი. და მეორე კიდე რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ჩემი პროექტი იყო, რომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მეტი კვალიფიცირებული კადრი მთავრობაში. კი ბატონო. და ამისთვის ჩვენ და მე მქონდა პროგრამა, სადაც მე დავითვალე ჩვენ სამი დავითვალე, ჩვენ გვჭირდებოდა 500 კვალიფიცირებული ხელმძღვანელი მენეჯერის დონეზე, რომელსაც ჩააბარებდი საქმეს და ეს ხალხი არის ისეთი ხალხი, რომელიც დღეს მენეჯერებად მუშაობენ ბიზნესებში. მაგრამ ის ხალხი რომ მოვიყვანოთ ჩვენ მთავრობაში რომ დავსვათ ამ საკვანძო პოზიციებზე. ანაზღაურება უნდა მივცეთ ჩვენ იმის და მე მქონდა პროექტი, ჩვენ ხო უნდა მივცეთ, აბა რატომ მოვა ის ადამიანი ჩვენთან სამუშაოდ, როდესაც ბიზნესში მუშაობს მენეჯერად და ხელფასია. ის ხელფასი უნდა მივცეთ იმ ხალხს. და ჩვენ ამ ხელფასს იმ ხალხს რომ მივცემთ, ეს ჩვენ ათმაგად დაგვიბრუნდება როგორც ქვეყანას, იმ ბიზნესებსაც და გადასახადების გადახდელებსაც. რომ ჩვენ გადასახადების გადახდების ფული უნდა მივცეთ, რა? ეს ჩვენ ათმაგად დაგვიბრუნდება. ანუ ესეთი ინვესტიცია საოცარ შედეგს გამოიწვევს. გავაუქმებთ საერთოდ უამრავ სიპს და აიპს, რომელიც არის დღეს სამინისტროების ბალანსზე, თუნდაც იგივე მუნიციპალიტეტების ბალანსზე და გეთანხმებით, რომ აი ამ გამოთავისუფლებული თანხებით მე რეალურად მენეჯერს, კარგ მენეჯერს დავასტიმულირებდი და ვაღიაროთ ეხლა რომ დღეს სახელმწიფოს თავარი კონკურენტი იგივე კადრების ომში კერძო სექტორია. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა კარგი მენეჯერი აირჩევს კერძო სექტორს. რა თქმა უნდა ამაზე ორი აზრი არ არის. და მეგეთქვით კიდე მეცაც რომ ბევრი ხალხი აი მე როცა სამინისტროში ვიყავი, საუკეთესო კადრები ყავს დღესაც სამინისტროში, მაგრამ მათ ჭირდებათ მაგალითი და ინიციატივა. აი ერთ მაგალითს მოგეტყვით რომ მე რაღაც ძალიან გაჭიმული არის საკითხები, თქვა და პრივატიზაციებს დაკავშირებით ეს შემდეგ. მე რომ მოვედი სამინისტროში 4 წლის ხელმოუწერელი გადაწყვეტილებები იყო. მე დავიწყე ამაზე ხელის მოწერა. ჯერ ჩემი გარემოცვა ვინც იყო სამინისტროში განსვიფრებული თვალებით მიყურებდა. რატო აწერსო ხელს? ის მითხეს კიდევაც რომ თქვენ რაო, რატო არამე არ მოაწერთ თქვენ? მეთქი იმიტომ რომ ეკუთვნის სახალხოს უნდა მოვაწერო, მაგრამ მე რომ დამაკვირდნენ, რომ ეს ადამიანი სერიოზულად უდგება ამ საკითხს მართლა აწერს კაცო ხელს და თვითონ დაიწყეს მე ამ ხელის მოწერა. მაგალითები აუცილებელი არის. ბატონო გიორგი, ესე იგი, აი ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი. დრო არ გვეყო? მიუხედავად იმისა, რომ 50 წუთი ვიყავით ეთერში სრულად. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ჩვენი გადაცემის სხვადასხვა ფორმატების სტუმარი იქნებით აუცილებლად და იმ თემებს, რომელიც დღეს ვერ მოვასწარით და ბევრი თემა ვერ მოვასწარით, აუცილებლად გავავლით სხვადასხვა ფორმატებში. მადლობა სანდრო. მადლობას გიხდით. საინტერესო საუბრისთვის ბატონი გიორგი ქობულია იყო ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. მე მჯერა რომ ეს განცხადებები სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში დღეს აქტიურად გადაკართავდება. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ.